დღემშვიდობის მეგობრებო, შემოვიდა ბევრი კითხვები, დაბნეული ადამიანები არიან და ძირითადად ეს სოციალურ სივრცეში არსებული კამათი პოლემიკა, რაზეც მიდის, ეს არის ბავშვი რო არის ეს ნეო თუ ნოე რო ქვია. სამწუხაროდ ამ ადამიანმა გადაუხვია მართლმადებლური სწავლებიდან და მკვეთრად გამოხატულ პროტესტანტულ მიმდინარეობას აყალიბებს. ამბობს ეს რაღაცას, რომ არ გვჭირდება საქმეები, არ გვჭირდება აღსარება, არ გვჭირდება არაფერი, მსახურებების აღსრულება. ისიც საკმარისია, რომ ღმერთი ირწმუნე და დამთავრდა და ძალიან ბევრი ადამიანი ამით მოხიბლულია, ძალიან ბევრი გამომწერი ყავს და სიმართლე სად არისო და თუ შეიძლება მამაო, რომ უბრალო ენით აგვიხსნათო, არ გვესმის საღვთისმეტყველო ტერმინებიო და პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ დიდი ღვთისმეტყველი მეც არ გახლავართ და მეც უბრალო ენით ვსაუბრობ და ვეცდები, რომ უბრალო ენით ვისაუბრო, კი ბატონო. დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ნებისმიერი რამ ირწმუნოს. საკითხი ერთია, რომ სიმართლე ერთია და მართალი სარწმუნოება ერთადერთი არის, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ახლა უფლება აქვს ყოველ შემთხვევაში თავისუფალი ნება მაგას გულისხმობს, რომ ირწმუნოს თუნდაც ის არასწორი, არამართალი და არარსებული ღმერთი. ეს მისი უფლებაა. რამდენად კარგს მოუტანს ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ უფლება აქვს. მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ როდესაც ამბობს ადამიანი, რომ მე ვარ მართლმადიდებელი და ამ მართლმადიდებლობის ჩარჩოებიდან ამოდის, თვითონ ასე იძახის ყოველ შემთხვევაში, მაგრამ სინამდვილეში მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება, ის ვამხილოთ და მოუწოდოთ სიყვარულით ეკლესიის წიაღში დაბრუნებისკენ და ვუსუროთ გადარჩენა და დაბრუნება. და ამასთანავე ადამიანები არიან, რომელიც ცდომილებაში არიან, იმიტომ რომ ამ ბავშვმა კარგად დაიწყო, მომწონდა და რა ვიცი, ბევრს ჩემნაირად და მიხაროდა და იმეც გამოთქვაო, რომ მომავალში დაფიქრდება და გონს მოვა და ღმერთმა დავლოცოს და გონს მოიყვანოს. მაგრამ ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ სარწმუნოების შესახებ დამახინჯებულ მის სწავლებას. მე რამდენიმე ვიდეო ჩავწერე, საიდანაც მოვიყვანე მაგალითები იაკობ მოციქულის, პავლე მოციქულის, სადაც ისინი ამბობენ, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ვეცდები უფრო მარტივად, უფრო გასაგებად, ჩვენ ვართ ქრისტეს ეკლესია. ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია და ამ ეკლესიის მთავარი ფუნდამენტი, საძირკველი და როგორ თქვა, წყარო გადარჩენისა არის უმთავრესი საიდუმლო ჩვენი ეკლესიისა, ეს არის ზიარების საიდუმლო. იოანე სახარების მე-6 თავის 57 მოხლებია. ვინც ჩემ ხორცს შეჭამს და ჩემ სისხლს დარევს, პირდაპირ ასე ამბობს უფალი, მას საუკუნო სიცოცხლე ექნება და ის არ მოკვდება არასოდეს. ვინაიდან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი სასმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელია. მამა თქვენებმა ჭამეს უდაბნოში მანანა და დაიხოცნენ, მაგრამ ვინც ამას შეჭამს, ის არ მოკვდება არასოდეს. ასევე სამარიტელის იგავი, როდესაც სამარიტელ დედაკაცს ესაუბრება უფალი, იქაც იგივეს ეუბნება. მე შენ მოგცემ ისეთ წყალს, რომელსაც თუ დალევ, არასოდეს აღარ მოგწყურდება. ეხა მე ამ ორ სახარებაზე გავაჩერებ დასაწყისში ყურადღებას და მინდა რომ კითხვა დავსვა. თუ კი მარტო რწმენა საკმარისია, მე ვირწმუნე, რომ დიახ, ქრისტე ღმერთია და მეტი არაფერი.
Რაღაცა ეუბნება ქრისტე, რომ წყლის დალევაა საჭირო. რომელიც ხალით ზიარებაზეა საუბარი. Რაღაცა ეუბნება ქრისტე, რომ ვინ ჩემ ხორცს შეჭამსო. ანუ საჭირო ყოფილა რომ მიხვიდე კონკრეტული მოქმედება გააკეთო, ეზიარო, რომ ქრისტე შენთან იყოს. და ის სიტყვები რომ დაჰა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლის ამინ, მაგას ნიშნავს რომ ქრისტე სანამ დედამიწა იარსებებს ჩვენთან იქნება და ჩვენთან არის აი ამ სახით. იმ სახით, რა სახითაც ჩვენ გვეძლევა, როდესაც ვეზიარებით. და აუცილებელი არის, რომ თითოეული ადამიანი მივიდეს და ქრისტეს მიახლოს. იმიტომ რომ ქრისტე ძალად არსად არ მივა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ყველას გადარჩენას წყურია. ეს ნოე იქნება თუ ნატალია, თუ გიორგი, მნიშვნელობა არ აქვს მაგას. აუცილებელია რომ ადამიანმა თვითონ გამოხატოს სურვილი და მზაობა ქრისტესთან შესახვედრად, სინერგია, რაც არის ღმერთისა და ადამიანის ნების ერთობა, ანუ უნდა მოხდეს ადამიანმა თავისი ნება, თავისი ნებით ღმერთს უნდა შეხვდეს. გესმით? სხვანაირად არ მოხდება. ანუ თუ კი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის აუცილებელი რომ მარტო მე ვირწმუნე, აი ღმერთო მწამხარ. და თუ კი ეს სიტყვა საკმარისია, მაშინ ამას აღარ იტყოდა უფალი. ნუ მაშინ გვეტყოდა რომ მირწმუნეთ ესე და აღარ გვეტყოდა წყალი დალიეთ, აღარ გვეტყოდა ჩემი ხორცი და სისხლი მიიღეთო. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის უმთავრესი ფუნდამენტი ჩვენი მართლმადიდებლობის და სარწმუნოების, ხო? ანუ ეს ერთი სტომილება, რომ ესე რო ესმის და ვინც ესე ფიქრობთ, მინდა რომ დაინახოთ აი ეს მარტივად, რომ რაც შეიძლება მარტივად გიხსნით. ეხლა კიდევ ერთი სანამ ზიარების შესახებ განვავრცო. რაღაცა ეუბნება ქრისტე მაგალითად, რომ აი მდიდარი უფრო ძნელად შევა სასუფეველში ვიდრე ღარიბი. ანუ არის რაღაცა შეზღუდვა, აკრძალვა, რაღაცა წესი, რომ იქ არ წერია რომ ვერ შევა, მაგრამ ძნელად შევა და ძალიან ცოტა შევა მდიდარი. ვინც გონებით, გულით მიჯაჭული ამ სიმდიდრეზე, ანუ ვინც რაღაცა წეს, გარკვეულ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ვინც სიმდიდრეს არ გასცემს, გულში ღმერთი არ ახავს, ანუ ეს ადამიანი ძნელად შევა. და საერთოდ შეიძლება ვერ შევიდეს, თუ არ ცხოვრობს სწორად. სწორი ცხოვრების წესი თუ არ აქვს. რაღაცა ამბობს უფალი, მაგალითად 5 ქალწული სიგავს გეტყვით. ჩვენ ვიცით რომ 5-10 ქალწული სიგავიდან 5 ქალწული შევიდა სასუფეველში და 5 ვერ შევიდა, ხო? რატო ამბობს უფალი? კიდე სახარების ერთ მომენტს მოვიყვან, მათე სახარება არის, სადაც ეუბნება მარჯვნივ დგომთ, მოვედით ჩემთან და დაიმკვიდრეთ საუკუნო სასუფეველი, ვინაიდან შიოდა და მაჭამეთ, მწყუროდა და მასვით, შიშველი ვიყავი და შემოსეთო. და მარცხნივ დგომთ ეუბნება, წარვედით ჩემგან, არა გიცნით თქვენ, ვინაიდან მშიოდა და არ მაჭამეთ, მწყუროდა და არ მასვით, შიშველი ვიყავ და არ შემოსეთ. ეს ყველა ქრისტიანებს მიმართავს. იმათ თავის დროზე იმ 5 ქალწულმა კაცო ღმერთი იწამა, ირწმუნა, ცხოვრობდა კიდევაც ქრისტიანულად და ცხოვრობენ, მაგრამ ვისაც ეს საქმეები არ ქონდა, ვერ გადარჩება და ვერ გადარჩნენ. ჩვენ ვამბობთ რომ აუცილებელია ღვთის მადლი, ღვთის შეწევნა, ღმერთის მოსვლა ადამიანთან და პლუს საქმეებიც. არც მარტო საქმეები გაცხონებს და არც მარტო ღმერთის მოსვლა. ღმერთი მოსული არის, ღვთის მადლი მოსულია ყველასთან. მაგრამ შენ თუ არ მიხვედი, ის თავისით როგორც გითხარით ვერ შემოვა. ანუ რაღაცა ამბობს უფალი ცნებების დაცვისკენ რატომ მოგვიწოდებს? თუ კი მარტო რწმენა არის საჭირო.
აი ასეა ჩემო კარგებო, თავიდან ბოლომდე მცდარია მისი ქადაგება პროტესტანტული არის და არასწორია და გულსატკენია და უსურვებ შემოტრიალებას, სინანულს და გადარჩენას მასაც და მის მიმდევრებსაც, ვისაც ეკლესია ესე თქვენებურად წარმოგიდგენიათ. ეკლესიის თავი არის ქრისტე და ჩვენ მისი სხეული ვართ ყველა ერთად და სხეული თავის გარეშე არაფერს არ წარმოადგენს. ქრისტეს გარეშე არაფერი არა ვართ და თუ არ ეზიარები, თუ ქრისტეს სისხლსა და ხორცს არ მიახლები, ვერანაირად ვერ მოვა ის შენთან, ვერ მიხვალ მასთან. ეს არის უმთავრესი საიდუმლო. ეხა ერთ რაღაცაზე მინდა გავაკეთო კიდე აქცენტი. როდესაც ხოლმე ადამიანს რაღაცას ტკივა, მაგალითად წნევა აქვს ან რაღაცა ესეთი, ის წნევა კონკრეტულად რაღაცა დაავადებიდან მოდის. აი ეს შემთხვევაც ეს ნევს შემთხვევა ხო? ეს პრობლემა მარტო მას არ აქვს. პირდაპირ გეტყვით, ეს პრობლემა არსებობს საზოგადოებაში და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ესე ფიქრობს და ძალიან ბევრი კი არა, უმეტესობა ჩვენი საზოგადოებისა, ვინც მონათლულები არიან მხოლოდ და თვლიან რომ ეს არის საკმარისი რომ ღმერთის წამთ და ეს წამ ესე ესმით რომ თავარია ღმერთის წამს კაცო, შეიძლება პირჯვარიც გამოიწერა, შეიძლება რა ვიცი ცხვარსაც აკლავს, ნუ კიდე ცალკე თემა და სწორი და არასწორია, მაგაზე გვისაუბრია, რაღაცა ესე თავისებური ღმერთის შექმნა, როგორც ნეო. და ესე ცხოვრობენ. და რაღაც მომენტში სამხილებლად არის ეს მთელი საზოგადოებისა, იმ მთელი მართლმადიდებლებისა, ვითომ ჭყალებში მართლმადიდებლებისა, ვინც თავს თვლიან მართლმადიდებლებად და სინამდვილეში არ არიან მართლმადიდებლები. ანუ ვინც არ დადიხართ ეკლესიაში, აღსარებას არ ამბობ, არ ეზიარებით, თქვენ ქრისტეზე ამბობთ უარს. იგივეს ამბობს ეგ ბავშვი, სხვას კი არაფერს. ანუ თქვენი ცხოვრების წესით თქვენ მართლმადიდებლები კი არა, პროტესტანტები ხართ. აი ეს არის და ლუსტრაცია არის გარკვეული საზოგადოების მისი ეს ქადაგება. თორე სინამდვილეში როგორ შეიძლება ქრისტეს გარეშე გადარჩე და გითხარით აგერ მაგალითები მოგიყვანეთ, არ არსებობს ქრისტეს გარეშე გადარჩენა, არ არსებობს ეკლესიის გარეშე გადარჩენა, არ არსებობს აღსარების გარეშე გადარჩენა და ამ ზიარებასაც ეხლა კიდე იქ ამბობდა რომ აღსარება არ არისო საჭირო და მღვდელიც არ არისო საჭირო. ნუ ამაზე მიდევს ვიდეოები ჩემიც, სხვა ერთ-ერთი მოძღვრისაც, სადაც კარგად ხსნის ის აღსარების აუცილებლობის შესახებ, მეც მაქვს ნასაუბრები, ეხლა მინდა რომ ცოტა უფრო სხვა ჭრილში ვისაუბრო. ანუ ქრისტეს მიერ არის დადგენილი ეკლესია, მაშინ მოციქულები იყო პირველად, მოციქულები სამართალმემკვიდრენი მღვდელმთავრები არიან და სადაც არის მღვდელმთავარი, იქ არის მღვდლებიც, რომლებიც სამღვდელო მადლით იმ საღვთო საიდუმლოებებს აღვასრულებთ, ხო? და ჩვენ ასევე ვიცით რომ თუ არ მოემზადებით საზიარებლად ჩვენი ცხოვრების წესით, თუ სინანული არ გვექნება, ყოველი კაცი ცოდავს და ყველანი ცოდვაში ვართ და პავლე მოციქული ამბობს რომ ეს რამდენადაც საკურნებელი არის, იმდენად დასასჯელად იქნება. და ამიტომ არის რომ ვცდილობთ რომ სინანულში ვიყოთ, ვცდილობთ რომ ეს აღვიაროთ, აღსარება მღვდლისა წინაშე, მაგას ნიშნავს და ვეცადოთ რომ იგივე აღარ გავიმეოროთ. მომზადება არის აღსარება და ნებისმიერ შემთხვევაში თავისთავად მღვდლის გარეშე ეს არ მოხდება, არ წოდვათა მოტევება და არ ზიარება კიდე, უმთავრესი საიდუმლო როგორც გითხარით, არის ეგ. ამიტომ გადარჩენას უსურვებ ამ ბავშვსაც და ყველას ერთად, ვინც პროტესტანტულად ცხოვრობთ, ვისაც მღვდელი არ გინდათ, აღსარება არ გინდათ და ყველაზე მთავარი ზიარება არ გინდათ, ზუსტად იგივეს აკეთებ და ამბობთ, რასაც ეგ ბავშვი. ახალს არაფერს. იგივეს ამბობს ეგ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა ინებოს, რომ
ჩვენი ყოველი სიტყვა, ფიქრი, საქმე იყოს ქრისტესთან ერთად, მხოლოდ ქრისტესთვის, მხოლოდ ქრისტეში და ვეცადოთ, რომ ქრისტესთან ერთად ვიცხოვროთ და ჩვენი ბედნიერების საზომი, კრიტერიუმი ეგ იქნება, თუ ვიქნებით ქრისტეში, უფალი შეგვეწევა და გონებას გაგვინათებს. თუ არა და ადამიანმა რაც არ გინდა იკითხოს, რაც არ გინდა ბევრი წიგნი წაიკითხოს, შეიძლება რეკორდი დაამყაროს ამისი, ბრძნად მეტყველებდეს, შეიძლება ჩემზე კარგად იცოდეს სახარება, ბიბლია, ყველაფერი, მაგრამ ეშმაკი გონებას აურევს და მის სულს წარიტაცებს. მერთმა დაგვიფაროს, მერთმა დაიფაროს ყველა ამისგან. მშვიდობიან, წარმატებულ, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას ერთად. დაგლოცოთ და გაგურთხოთ უფალმა.